უნდა იყოს თუ არა ზოგადი განათლება საქართველოში სავალდებულო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ ამ თემის შესახებ მსჯელობდნენ დისკუსიაში. უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრები მონაწილეობდნენ. სტუდენტები ორ ჯგუფად გაიყვნენ და თავიანთ მოსაზრებებს დასაბუთებლად ამტკიცებდნენ. დისკუსიას კი ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჭანაშია უწყობოდა. არსებობს მოსაზრება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს გარეთ, რომ ეს თქვა სავალდებულო არ უნდა იყოს ზოგადად განათლება და ის უნდა იყოს არჩევანი ადამიანის და ჩვენ ვცდილობთ გარკვევას, რამდენად სწორია ის, რომ ჩვენი კონსტიტუციით არის დაწესებული ის, რომ ყველა ადამიანმა სავალდებულო წესით უნდა მიიღოს განათლება. მე ვთვლი, რომ რა თქმა უნდა სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის, იმიტომ რომ ეს არის უფლება, არა მხოლოდ არჩევანი, არამედ უფლება, რომ გახდე წარმატებული ადამიანი. ვფიქრობ, რომ ზოგადი განათლება არ უნდა იყოს სავალდებულო, იქიდან გამომდინარე, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის იმის უფლება, რომ არჩევანი თავისუფლად გააკეთოს. შესაბამისად, ბავშვს უნდა დაუტოვოთ იმის უფლება, მიიღოს განათლება იმ პირობებში, იმ დროს და იმ საშუალებებით, როგორც თვითონ უნდა და არა იმ სტანდარტებით, იმ დადგენილი სტანდარტებით და საგნებით, რომელსაც მას სახელმწიფო მიაწვის. საქართველოს კონსტიტუციაში და არაერთ სხვა სახელმწიფო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგადი განათლების მიღების უფლება უკლებლივ ყველა ადამიანს აქვს და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი, თითოეული მოზარდი გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს გონებრივად, ზნეობრივად, სოციალურად დახვეწილ და დამოუკიდებელ მოქალაქედ და პიროვნებად.